დღეს მოვამზადოთ უგემრიელესი მარტივი დესერტი. დავიწყოთ. 300 გრამი ორცხობილა დავაქუცმაცოთ ჩოფერში. გადავიტანოთ თასში, დავუმატოთ განდნარი კარაქი და კარგად მოურიოთ. ზუსტი ინგრედიენტები როგორც ყოველთვის იხილეთ აღწერაში. მიღებული მასა გადავიტანოთ ფორმაში, კარგად ჩავტკეპნოთ და შევდოთ მაცივარში. მეორე ფენისთვის 1 სუფრის კოულს ჟელატინს დავასხათ წყალი და 5 წუთით გავაჩეროთ. ამ დროს არაჟანს დავუმატოთ შესქელებული რძე და კარგად მოურიოთ. შემდეგ ჟელატინი ცხელ წყალში გავადნოთ, დავუმატოთ არაჟნის მასას, ისევ კარგად მოურიოთ, გადავიტანოთ ფორმაში და კვლავ შევდოთ მაცივარში. მესამე ფენისთვის მე გამოვიყენე მოცვის მურაბა, თუმცა შეგიძლიათ თქვენი საყვარელი მურაბაც გამოიყენოთ. 3 სუფრის კოულზი მურაბა გავხსნათ ცხელ წყალში. პარალელურად 1 სუფრის კოულს ჟელატინს დავასხათ წყალი, 5 წუთით გავაჩეროთ, შემდეგ გავადნოთ და დავუმატოთ მურაბიან მასას. მაცივრიდან გამოვიღოთ ფორმა. მეორე ფენა უკვე გამყარებული უნდა იყოს. ფრთხილად დავასხათ მესამე ფენა და ისევ შევდოთ მაცივარში სრულ გამყარებამდე. ბოლოს დესერტი ფორმიდან ამოვიღოთ და მივირთვათ. თუ რეცეპტი მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და ჩვენი გვერდის გამოწერა.